ჭიათურაში მაღაროში გაფიცულმა მაღარუელებმა შიმშილობა შეწყვიტეს და პროტესტი მჯდომარე არციით განაგრძეს. როგორც გაფიცული მაღარუელი ნურზარ შეყილაძე ამბობს, შიმშილობის შეწყვეტა ჭიათურის მაჟორიტართან მალხაზ წერეთელთან საუბრის შემდეგ მიიღეს. გაფიცული მაღარუელები მაღაროში 2 დღის განმავლობაში შიმშილობდნენ, არცია ამ დრომდე გრძელდება შეპს ჯორჯიან მანგანეზის ადმინისტრაციულ შენობასთან. ითხვისისა და შუქრუთის მაღაროებში კი 20-მდე მაღაროელი 2 კილომეტრ სიღრმეზე მჯდომარე არციას განაგრძობს. გაფიცულები ადმინისტრაციას ხელფასების 100%-ით მომატებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას თხოვენ. ადმინისტრაციასა და არციის მონაწილეებს შორის რამდენჯერმე გაიმართა შეხვედრა, თუმცა მათ შეთანხმებას ამ დრომდე ვერ მიაღწიეს. ჭიათურაში დღესვე პროფკავშირების თავმჯდომარე სელიან ირაკლი პეტრიაშვილი გაფიცულ მაღაროელებს ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის ტრესთან 2 საათისთვის შეხვდება. ამჟამად ეს შიმშილობის აქცია შევწყვიტეთ, შევამსუბუქეთ და გადავედით მჯდომარე აქციაში. ეს ყველაფერი მიტანილია და კიდევ უფრო მეტად მივაწვდით ამ ინფორმაციებს მთავრობას, რომელიც აგერ ხუთშაბას უკვე ჩამოყალიბდება, მუშა-მოსამსახურეთა ინტერესები დაცული იქნება, მათი შრომის პირობები გაუმჯობესებული იქნება და ისინი აუცილებლად მიიღებენ იმ ღირსეულ ანაზღაურებას, რისთვისაც იბრძვიან და რასაც კანონიერად და სრული უფლებით ითხოვენ.